შობა ახალი წელი კარს მოგვადგა. ყველგან ფუსფუსია, ირთვება ქუჩები, სახლები, ნაძვის ხეები და რაჭველებისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ეს საახალწლო დღესასწაული მსოფლიოს რაჭველმა გრიგოლ კობახიძემ გაულამაზა თავისი მინის სათამაშოებით და შებუთვაზე ამაყად დაუწერა. შობა ეს კობია. ყველაფერი ასე დაიწყო. 1883 წელს ამბროლაურის რაიონს სოფელ თხმორში რაჭველი გლეხით დავით კობახიძის ოჯახში უმცროსი ვაჟი დაიბადა. სახელად გრიგოლი დაარქვეს. განათლებას სახლში იღებდა, შემდეგ სოფლის მღვდელთან. სწავლაზე დიდად არ ფიქრობდა, უფროს ძმას შენატროდა, რომელიც ბორჯომში სამუშაოდ იყო წასული და თვითონაც ორთქმავლის მემამქანეობაზე ოცნებობდა. 10 წლისა მშობლიური თხმორიდან ბორჯომში გაემართა. გზად ბევრი დაბრკოლება შეხვდა, თუმცა თავისი შეუპოვარი ხასიათის წყალობით ყველა დაბრკოლება გადალახა და ბორჯომში თავის უფროს ძმას ლევანტის მიაკითხა. გაოგნებულ ლევანტის რაღა დარჩენო და მშობლებს წერილი გამოუგზავნა თხმორში. გიგო ჩემთან არის, არ ინერვიულოთო და თავისი უმცროსი ძმა რუს მემანქანეს მიაბარა. სწორედ აქედან დაიწყო მისი წარმატება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თხმორში, გრიგოლ კობახიძის სახელობის მემორიალურ ფოტო მუზეუმში და ბატონი მიხეილ ბოჭერიშვილი გაგვიძღვება და დაგვათვალიერებინებს აქ ადგილზე, რაც დაგხვდება. პატარა ექსკურსი შემიძლია, შემოგთავაზოთ. ეს არის ფოტომუზეუმი, ბატონი გრიგოლი. აქ მისი ოჯახის წევრების ოჯახის წევრები, კი ბატონო, ოჯახის წევრები და მისი ძირითადად გამოფენილი არის ის ნაშრომები, რაც მისმა კომპანიამ შექმნა. ეს არის ზუსტად სათამაშოები, ნაძვიწყის სათამაშოები, რომელიც ზოგადად მაგის შექმნილია და მაგის მოგონებულია. მანამდე არ არსებობდა სამდე ბატონი გიორგი შექმნა ამას. ხო, მანამდე როგორც მაყურებელს რო უთხრათ, ესა ნამდვილ სანთლებს ანთებდნენ ნაძვის ხეებზე, რომელიც რა თქმა უნდა არ იყო უსაფრთხო და ბევრი ხანძარი ჩდებოდა. კი ბატონო, მოიგონა ბატონმა გრიგოლ კობახიძემ ჯერ სპეციალური სანთლები ნაძვის ხისთვის და შემდეგ უკვე ესეთი ფერადი ლამაზი სათამაშოები, რომელზეც სხვათა შორის ქართული ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების გმირებსაც შეხვდებოდით. მაგალითად იყო ერთ-ერთ სათამაშოზე კი, შვილის ნუკრის გამოსახულება და ასეთი გამოსახულებით, რომელსაც ალამაზებდა ქმნიდა მაგ. გარდა ამისა, მე გადმოცემით ვიცი, რომ თვითონ ამერიკაში საპატენტო დაწესებულებაში არის დაახლოებით 60 გრიგოლ კობახიძის პატენტია დაპატენტებული, რაც მან მოიფიქრა და მისი შექმნილი იყო. აქ არის საუბარი ზეგამძლე მინის ბლოკებზე. რომელთაც შემდეგ და დღესაც ხმარობენ და ცალთამშენები შენდება დღესაც მან. უბრალოდ საწერ კალამი. საწერ კალამი, აი, რასაც ჩვენ ხმარობთ, საწერ კალამი გრიგოლ კობახიძის შექმნილია. ერთი უბრალოდ დეტალი რომ ზემოდან გაუგეთა ნახვედი რომ ეცად ჰაერის წნევა იქნებოდა და იქნებოდა უკვე წერდი რა. ხო, გაძლევდა წერის საშუალებას. მაგის პატენტი. თქვენ რომ მოგვიყეთ ბატონო მიხეილ, აქამდე როგორ მივიდა, როგორ გახდა გრიგოლ კობახიძე ჯორჯ კობიანო. მე ვთქვი დასაწყისში რომ ის 10 წლის ასაკში ფეხით გაემგზავრა ძმასთან ბორჯომში თხმორიდან წავიდა, ჩავიდა იქ და აი მერე როგორ ვითარდება მისი ისტორია. გადმოცემით ვიცით რა თქმა უნდა. ხო, რა თქმა უნდა. ჩავიდა ბორჯომში ძმასთან, რომელიც ასაკით შედარებით დიდი იყო, რომელიც მუშაობდა ბორჯომში და თავიდან ვიცით გადმოცემით რომ დაიწყო მემანქანეს დამხმარეთ მუშაობა. რამოდენიმე წელი იმუშავა, შემდეგ მინის ქარხანაში დაიწყო, როგორც ვიცით, თვითონ ბორჯომში მუშაობა. იქ მუშაობდა ვიღაც წარმოშობით გერმანელი, თუ არ ვცდები, სპეციალისტი, რომელიც და შეამჩნია ამ ახალგაზრდაში, რომ ზარის შრომის მოყვარე, გონება გახსნილი და დიდი ყურადღება მიაქცა და მიიწვია, აი მან რომ წავიდა ის ბორჯომიდან, წაიყვანა ესეც რუსეთში, კრასნოდარში, თუ არ ვცდები, თუ რომელიღაც ქალაქში, კრასნოდარში, კრასნოდარში წაიყვანა თავიდან. რამოდენიმე წელი იქ იმუშავა მინის ქარხანაში, უბრალოდ მუშიდან დაწყებული, შემდეგ უფრო განვითარდა, დაეუფლა თავის საქმიანობას, ხელობას. შემდეგ გადავიდა გერმანიაში. და გერმანიიდან მე ვითარდება მისი გზა, რომ მიდის ამერიკაში ჩადის ბოლოს, გერმანიაშიც მინის ქარხანაში მუშაობდა, შემდეგ ამერიკაში ჩადის. თავიდან ახლა ეს გზა არ იქნებოდა, მასე იგი ავარდით მოფენილი, ზართული რაღაცები იქნებოდა. ერთი პერიოდი ამერიკაში როცა ჩავიდა, ქართულ
რაჭველი მეპურეებთან აი ეს მინდოდა მე თქვა. მეპურეებთან ცხოვრობდა. რაჭველებისთვის ძალიან აღსანიშნავია, რომ იქ დახვდნენ რაჭველი მეპურეები, რომლებიც მხარში დაუდგნენ, დაეხმარნენ ფეხზე დადგომაში და შემდეგ უკვე იწყება მისი წარმატების გზა. შემდეგ იყო პერიოდი, როცა ფიზიკურად იყო ძალიან ძლიერი ეს ბიჭი ახალგაზრდა და თავს ირჩევდა ჭიდაობით. აი ცირკის არენაზე გამოდიოდა, ჭიდაობდა და იმით ირჩენდა თავს. შემდეგ მიაგრო, რასაც თავის საქმეს, ესა მინის იმას დაუბრუნდა, რაღაც დააგროვა შემოსავალი, როგორც ვიცი და გახსნა ქარხანა მინის პატარა. როგორც მის ბიოგრაფიაში წერია, ბოდიშით გაწყვეტილი, 9 წელი აგროვებდა მეუღლესთან ერთად თანხას, რომ რაღაცა წამოეწყო თავისი საქმე ამ მიმართულებით და ასე განვითარდა და შემდეგ რომელიც ძალიან ცნობილი კომპანია იყო, განვითარდა ამერიკაში, ისე ძალიან დიდი დაკვეთები, სახელმწიფო დაკვეთებს ღებულობდა. ერთი ყველაზე ასაღნიშნავი რაცაა და უკვე გამოსაგი ეს არის ომის წინა პერიოდი, მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ამერიკაში იყო ძალიან დიდი ეკონომიკური კრიზისი და ძალიან დიდი კომპანიები დაიქცნენ და შემთხვევები იყო ბევრ მაიცს ავიცი რომ რამოდენიმე კომპანიის მმართველმა თავი მოიკლა ახლა ისეთ ერთ-ერთი იყო სხვათა შორის პარტნიორი რომელთან გრიგოლის პარტნიორი კი იმან თავი მოიკლა გრიგოლის პარტნიორმა ამან მაინც გაარძელა მეორე მსოფლიო ომი როგორც ვიცი დაწყების დროს სახელმწიფო დაკვეთა მიიღო თვითმფრინავებზე ტყვია გამძლე მინის ფიზულიაჟების დამზადება და იმით დაკავდა სახელმწიფო ჩაურიცხებული და იქით დაიწყო ხელახლა გახდა მილიონერი. ხელახლა გახდა მილიონერი. ხო, ამ გამოსახულია ის ფოტო, რომელიც ამერიკაში ქართველმა ბიზნესმენმა მაჩაბელმა, რომელიც სუნამოების დამზადებით იყო ცნობილი და ამით წარმოება ჰქონდა, დაუკვეთა გრიგორს სუნამოებისთვის მინის ფლაკონები. როგორი ისინია გამოსახული, რაც ბატონი გრიგოლი უკეთებდა, უბზადებდა მაჩაბელს სუნამოებისთვის. და აქ იყო ეხლა სურათზე ისე არ არის, აღნიშნება როგორც ვიცი თამარ მეფის გამოსახულება და რაღაც ასეთი ხო, სუნამოს ერქვა საქართველოს დედოფალი, როგორც ვიცი და აი ესე იგი ქართველები იქაც ინარჩუნებდნენ და ეს თავისი შტრიხები ამერიკულ ცხოვრებაშიც მკაფიოდ შექონდათ რა ეს პრინც მაჩაბელი. ეს არის საფლავი უკვე ამ ფოტოზე, სადაც დასაფლავებულია როდ-აილენდში, მისი საფლავი, მისი და მისი მეუღლის საფლავი. სხვადასხვა ერთი რაღაცა კარგი რომ Facebook-ზე და იმაზე თუ ვინმეს აქვს და ნახი ჩვენი სოფლელი გოგო არის ამერიკაში ცხოვრობს 65-66 სასახლეში დაახლოებით ის და ეს მუზეუმი რო გაიხსნა გაიგო რა რაღაცით რა ნო Facebook-ით რაღაცა სოციალური ქსელებით და შემდეგ აქ დაურეკა ერთ-ერთ თავის ნათესავს ჩვენ სოფლელს მის ეზოში აღებინა მიწა იმან გაუგზავნა ამერიკაში და მას აქვს უკვე ვიდეო უდევს რომ ამ გრიგოლის საფლავზე მიიტანა ეს მიწა და დააყარა იმათ რა შენი სოფლის შენი მიწიდან მის ეზოდან აღებული მიწა ძალიან ისეთი გულისამაჭყებელი ამბავია და ძალიან სასიხარულოა რომ იქ რაჭველები და თხმორელები ამ საფლავს აქცევენ ყურადღებას და ამ მემორიალურ მუზეუმზეც რო ვთქვათ აუცილებლად რა მე ვიცი რომ ეს იყო სოფლის დიდი სურვილი და კიდე გვაქვს გეგმები და აუცილებლად ჩვენ გესტუმრებით როცა იმ თქვენს გეგმებს განახორციელებთ მაგრამ აი ქალბატონი ეს მუზეუმი რაც შეიქმნა ფოტომუზეუმი დამსახურება რა თქმა უნდა ჩვენი სოფლელი აქაურის შვილი ელენე გეგეშიძესი რომელიც პროფესორი ქალბატონი მზადდება თბილისში უნივერსიტეტში ასე ვიცი მან ითავა შეაგროვა ეს ფოტოები რაღაც და მისი ხელმძღვანელობით მოხდა ამის გაკეთება და გეგმა არის ძალიან დიდი ახ თუ გადავიღებთ იქით რომ ეს არის გრიგოლ გობახიძის პირადად თანხით დატოვებული თანხით დაშენებული შენობა აი შენობა თუ კი ჩანს ახლა მაგა და გეგმა ასეთი აქვს ქალბატონელს იმ შენობაში გარემონტეს გააკეთოს და იქ გაიხსნას მუზეუმი რა უკვე სრულყოფილი მუზეუმი ეხლა ეს ძველი კანტორის შენობას ვეძახოთ რა რაღაცა და აქ იყო შემოსახლებული ასე თქვა და ძირითადად მუზეუმის გაკეთებას აპირებენ იქ და სავარაუდოდ აუცილებლად ჩვენ ალბათ სავარაუდოდ რაიონის დახმარებითაც ალბათ მარტო ელენე ვერაფერს შეძლებს რა თქმა უნდა თხმორის მკვიდრი ბატონი ამირან შავლაძე მოგვიყვება რა გააკეთა ბატონმა გრიგოლ კობახიძემ საკუთარი სოფლისთვის აი ამ შენობას რომ ვუყურებ დღეს ადრე ეს გაკეთებული იყო გრიგოლ კობახიძის მეშვეობით მისი თანხით პირადად იყო ჩამოსული 2022-28 წლებში ხო ასეთი იყო ერთხელ იყო 22 წელს ჩამოსული იყო 28 რაღაც და იმ პერიოდში გააკეთა ეს მაღაზია შენებდა აქ ჩამოვიდა მაშინ გაჭირება იყო და სოფლის ხალხს
თვითონ თავის სახსრებით იყიდა რა პროდუქტი ხარები დაკლა რა და აშენებდა სოფელს. და იმ პერიოდში ბევრი რაღაც გაკეთება შეეძლო კიდევ და გაკეთებდა, მაგრამ იყო ესეთი ხალხი, რომელსაც შეიძლება არ აწყობდა თავგენს გაკეთება რა და რაიონიდი იყო თუ საიდანაც პოლიცია ჩამოვიდა, უნდა დაიპატევრიათ და აი ეს კაცი გზით კი არა ასე თით წავიდა უშველა თავს რო არ დაიპატევრებიათ. მის გარდა აი კაცმა მარტო ეს კი არ გააკეთა, გააკეთა პოლიტიკა იყო პატარა 10-11 ქონდა გაკეთებული სკოლა იყო აქ ამის შენობის უკან 8 წლიანი სკოლა იყო ხიდები გააკეთა ბევრი რაღაცები გააკეთა საქონლო საქმეები მარტო სოფელში კი არა საქართველოშიდაც სხვა ავგეშიდაც ქონდა კიდევ რაღაც გააკეთა მაგრამ და მეტი სურვილიც ჰქონდათ ხო პერიოდი იყო ისეთი რომ ხოიცი კომუნისტური წყობა, აქეთ კაპიტალიზმიდან ჩამოსული კაცი იყო და ხელს უშლიდნენ რა საქონლო საქმეების გაკეთებაში და რო ის დრო არ ყოფილიყო შეიძლება დღესდღეობით ბევრი რამე ყოფილიყო იმ კაცის მიმართ გაკეთებული ამ სოფელში და შვილი არ ყავდა სამწუხაროდ შვილი არ ყავდა თო მაგრამ იქ ხალი რომ მოიყვანა შვილი არ ყავდათ მაგას და იქ აიყვნენ ძმები აიყვნენ არ ვიცი ახლა ტყუპები იყვნენ თუ რა იყვნენ იტალიელები იყვნენ მე ასე ვიცი გამოცემით და აი იმგენი ჩართო თავის ბიზნესში და დღესდღეობით ისინი განაგებენ ახლა დღესდღეობითაც მუშაობს ჯორჯის და აქ არიან ხალხი ჩამსვლელები მაგის ნათესაები და ქართველები რომელსაც აინტერესებთ საქმე რომ იმ გენს დაჟე იქ სადაც ბიზნესი აქვთ და ოჯახში ჯორჯკობის სურათი და თავის ოჯახის გაკეთებული აქვს. ეხლაც აქვს და ასია თუ ისე აფასებენ აი მიმართებით აი ადამიანის იმას და აქ ყავს აქ ბიზაშვილები იქ და დღესდღეობით ვერ ხერხდება რომ ჩავიდეს და რაღაც აბუის რაღაც საფლავი ნახოს და რა ვინდა. სახლი არ არის სამწუხაროდ თხმორში შემორჩენილი ხო? აქ იყო და ის სახლი ну დაიშალა დაზიანდა და დაინგრა. ხო და არის თქვენთვის აი როგორც თხმორელისთვის რას ნიშნავს რომ თქვენ სოფელში ცხოვრობდა ესეთი ადამიანი აქ დაიბადა აქ იზრდებოდა რომელსაც ამდენ რამეში მიუძღვრის წვრილი მსოფლიოს განვითარებაში ხო აი დღეს ყველაზე დიდი მშენებლობები რაც არის მისი გამოგონებით იქმნება და ახალ წელსაც რომ ზეიმობთ ყველა ოჯახში ნაძვის ხეზე სათამაშოები როა აი ქართველი თხმორელი ადამიანის გამოგონილი სათამაშოებით ზეიმობს მთელი მსოფლიო ახალ წელს და აი თქვენ ეს სიამაყით აგაცეთ. სიამაყე კი არა, საერთოდ მარტო თხმორელების კი არა, საქართველოს სიამაყეა, აი ესეთი კაცი რომ არის საქართველოში პირველი მილიონერი იყო, რომელიც საქართველოში ვაკაცი იყო და ამდენი რაღაც შექმნა. აი ეს დღესდღეობით რო ვართ ახლა ჩვენ ახალი წელია სათამაშო შუში სათამაშოებს რომ ნახულობენ თავისებურად მაინც ადამიანს გააქვს იმის რომ ეს შენი სისხლის შენი მიწის მაცხოვრებელი ადამიანს გაკეთებული აქ და ჩვენ ვამაყობთ ნამდვილად გაქვთ საამაყო გვაქვს მაგისი და ნეტარი ასეთი ბევრი ხალხი გვყავდეს და დაფასება უნდა ხალხს ცოცხლებით არ არის კი არა ბარევ ცოცხლებს ჯობიან ის წასული ხალხი რომელიც არიან და ბევრი რამე აქვს შექმნილი საქართველოსთვის და ისტორია შეიძლება რომ დაიწეროს დიდი ისტორია მაგის მიმართ და მე მგონი მოვა მაგის მოვა აუცილებლად მოვა ამის დრო აი რამდენი წლის გარდაცვლილია ბატონი გრიგოლი და ეხლა უფრო არის მისი იყო რამოდენიმე წელს წინა და ჩვენ ყავდა ერთი კარგი სოფლის მაცხოვრებელი სარსან გარდაიცვალა ჟიული ჭოხონელიძე ჩვენი აღმასკომის თავმჯდომარე იყო აქ ჩვენი სოფლის მკვიდრი იყო მაგრამ წარმოაყენა პირველად მაგის ყავდა ტელევიზია გადაუღო მაგის სახლი მაშინ არ იყო და გასული და იქ ყველაფერი გადაიღა და უნდა და იმ გასული დაგულის გაეკეთებია ესე იგი მაგრამ ხვდებით მე მჯერა რომ თხმორი საკმაოდ ისეთი ტურისტული ადგილი გახდება ცოტა ხანში თქვენ რომ მუზეუმს გააკეთებთ. უნდა გახდეს, აუცილებლად უნდა გახდეს და ჩვენ ყველა მოწადინებული ვართ, ადგილობრივიც, ვინც ცხოვრობთ, აქედან წასულები იგივე ადგილობრივები არიან, ყველანაირად გვერდში დაუდგებით იმ ხალხს, ვინც ამ საქმეს ითავებს, ჩვენი ფიზიკური შრომით იქნება, თუ ფინანსურად იქნება, ყველანაირად გავაკეთოთ, რომ აღვადგინოთ ჩვენ ის სახელი და იგი, რასაც ჯორჯკობი ქვია.